საქართველოს პოსტებში შესაძლოა ტარიფებმა დაიკლოს. საქართველოს პოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მაესტროს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, რომ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საქმის გადახედვა. ჩიკვაიძემ პოსტის სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს ახალ სერვისს შესთავაზებს. ჩიკვაიძემ პრესკლუბში ამ მრჩეველთა ლიგის დაფუძნებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ორგანიზაცია პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნულია. კაპიტალში და ეს ჩაითვალა ინვესტიცია მესრულად გავესწრები. ყველა სხვა დიდ კომპანიასთან შედარებით საქართველოს პოსტის ტარიფები არის დაბალი. ეს არის 1.5, ანუ ლარნახევარი. კომპანია მთლიანად საჭიროებს მოდერნიზაციას, უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე ტიპის კომპანიად. პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს სერვისი, გადაიხედოს ვახსენეთ ჩვენ ტარიფები, ფასები. სერვისის გაუმჯობესების დროს ნაბიჯ, ამაზე მაქვს სურვილი ვისაუბროთ, უნდა ავიღოთ სხვა ქვეყნის მაგალითები. სერვისის გაუმჯობესება ნიშნავს მოდერნიზებას და ახალი სერვისის შესთავაზებას. რაც შეეხება თვითონ ამ მრჩეველთა ლიგას, ამის დაფუძნება მოხდა კოკა გუნცაძე, ნანა შონია და ჩემს მიერ. თანხები, რომელსაც თქვენ კითხულობთ, ეს იყო პირადად ჩემი საკუთარი თანხები, ვიდრე მოვიზიდავდით სხვა დანარჩენს. მე არ ცხოვრობდი მაშინ საქართველოში, ჩემი პირადი თანხით მოხდა ამ ორგანიზაციის დაფუძნება, ჩვენ ყველა ჩვენი თანამოაზრე დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში განუწყვეტლივი ბრძოლა ჰქონდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 1 ოქტომბრამდე ჩვენს ქვეყანაში არსებობდა.